სტარტაპისთვის მაქსიმუმ გუნდი რამდენი ადამიანისგან უნდა შეკრავო? რამდენს depends, ანუ დამოკიდებულია სტარტაპს კომპანიაზე, დამოკიდებულია იმაზე, ანუ სრულად პერსონალიზირებულია. მე ახლა უბრალოდ რასაც ვამბობდი, ეგ არის რაღაცა უნიკალური ფორმულის მსგავსი, რომელიც შეგიძლია მე შენ თავს მოარგო რა. ხო და იმას ვამბობდი, რომ მაგ ხელა იმაზე რომ გავხვალ, მე შეიძლება ისეთი ხალხის აყვანას, რომელიც საქმეს გაიკეთებს, მაგრამ ის საქმესაც როგორ გაგიკეთებენ, იცი, ის ხალხი? აი კონკრეტულად შენ რო უსასრულოდ რო გქონდეს და თითოეულ კამპანიაზე თვითონ შეგეძლოს მუშაობა, თუ ახლა დაგჭირდება 500.000-ის დახარჯვა, იმას გააკეთებდი შენ 15.000-ში. მე 10-15.000-ში გამიკეთებია იმაზე კარგად მომუშავე კამპანიები, რომელიც დიდ კომპანიებს გაუკეთებია 900.000-ად, მილიონად და ასე შემდეგ. სამდროში იმას 900.000 და მილიონი კი არ ჭირდება, მაგრამ თანამშრომლების უმეტესობა პარასკევს მიდის და ბარში სვავს. მე მთელი შაბათ-კვირა გამოფხიზლებას ცდილობს. ყოველ საღამოს ეწევა შეიძლება რაღაც ხო ხდები, ანუ ფეხებზე კიდია, წავა 6 საათზე დაიხურავს გამო, ანუ ყველა არ არის ისე, რომ ბევრს მუშაობდეს და რაღაც. კიდე ერთი ძალიან დიდი პრობლემა არის, რასაც უნდა ერიდოთ სტარტაპში და გუნდის აყვანაში გაითვალისწინოთ. ხო, პირველი პრობლემა რომ ჩამოვაყალიბოთ, მაგრამ გითხრათ, არის ის, რომ ადამიანების dedication-ი, როდესაც სხვა აკყავს რა, ყოველთვის პრობლემა. ის ძალიან რთულია იპოვნო ადამიანი, რომელსაც dedication-ი ექნება საქმის მიმართ და ყურადღებით იქნება. მეორე ძალიან დიდი პრობლემა დღესდღეობით არის, რომ ძალიან პოპულარული გახდა რამდენიმე სამსახურში მუშაობა. ეგ არის ძალიან ცუდი. ძალიან ცუდი არის. მე ვფიქრობ, რომ კანონით აკრძალული უნდა იყოს და იშვიათ სამსახურებში უნდა იყოს დაშვებული მარტო რა. ეხლა ნახეთ რას გულისხმობ ეს ჩემი ახირება რო არ გეგონოთ. აი მაგალითად მარკეტინგი. ჩემმა მეგობარმა მკითხა, აქვს ერთ-ერთი კარგი სერვის ცენტრი არა, თბილისში. და მკითხა, რომ აი მარკეტინგზე რას მირჩევო რა, ვერ ვიპოვნე, ვერავინო და მე ვუთხარი ლევან, ესეთ რაღაცას გირჩევ რა. არა იყვანო მარკეტინგი, რომელიც 7.000-ზე ნაკლებად წამოვა შენთან სამუშაოდ. და ცოტა ეუცნაურა და მე აუხსენი ეგეთი რაღაცა რა და მეთანხმა მაგაში მე მასე ვფიქრობ. აი მარკეტინგი ისეთი პროფესიაა, რომ ორ მიმართულებას ტვინი ვერ დაიტევს. ანუ მე მაგალითად აი ჩემი პირადი გამოცდილებიდან მივხვდი მაგას რა. მაქვს კარუსელუ და ბლოგი, ხო? ძალიან რთული არის ტვინის გადართვა ერთი რაღაციდან მეორეზე და ერთი დღის ჭრილში მაგას ვერ შეძლებ. ანუ მაგის შანსი არ არის ერთი დღის ჭრილში, რომ ეგ შეძლო და კარგი შედეგიანი ისიყო, იმიტომ რომ მარკეტინგი ისეთი რამეა და აი ბრენდი ზოგადად ისეთი რამეა, მაგაზე თუ სულ არ იფიქრე, ვერ იმუშავებ და ტყუილად გადაგიხდიან ხელფას რა, ჩათვალე. აი მარკეტინგი მაგალითად ეგეთი სფეროა ზუსტად. არ შეიძლება რომ ორ სამსახურში მუშაობდეს მარკეტოლოგი. მე თუ მკითხავ. თუ არის advertiser-ი, ეგ სხვა საქმეა რა. advertiser-ი ცოტა ისეთია, მათემატიკური ის არის და მან რაღაცა შეიძლება. ასე რომ მეორე პრობლემა გუნდში არის, რომ განსაზღვრეთ ძალიან კარგად და სწორად ის პროფესიები, რომელშიც შეგიძლიათ რომ part-time ყავდეთ ტიპი და რომელშიც აუცილებელია რომ full-time ყავდეთ. ეგ არის ძალიან მნიშვნელოვანი. მარკეტინგში part-time ტიპი არ ყავდეთ. დაგღუპავთ ეგ. ბას პირდაპირ გეუბნებით. მაგრამ აი დეველოპერი part-time ტიპი შეგიძლია ყავდეს თუ ყავს კარგი full-time ლიდი ამ დეველოპერის. რომელსაც შეუძლია ეს კარგად ამუშავოს რა, ეს ლიდი შეიძლება იყოს, რა ვიცი, პროექტ მენეჯერი ან შეიძლება არქიტექტორი ან რაღაც. ხო და ესა ეგ უნდა გაითვალისწინოთ, ტექნიკური ტიპები part-time შეიძლება რაღაც მომენტებში, მაგრამ ცოტა ისეთი ტიპები, რომლებიც ეხება მარკეტინგს და ნიშნულოვან რაღაცებს კომპანიაში, რომელზეც დგას მთელი კომპანიის გაყიდვების მიმართულება და ასე შემდეგ, რასაც ვერ ჩაანაცვლებ, მანდ არ შეიძლება part-time რა, full-time უნდა იყოს.